ვაშინგტონის წინააღმდეგობის მიუხედავად ავღანეთის მთავრობამ 65 დამნაშავე შეიწყალა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ შეწყალებული პატიმრების თითქმის ნახევარი ტერორისტული დაჯგუფების წევრია. შეერთებული შტატების მთავრობამ ავღანეთს ბაგრამის საპყრობილეზე კონტროლი 2 წლის წინ გადააბარა. დღესდღეობით ბაგრამის ციხეში სასჯელს 3000-ზე მეტი პატიმარი იხდის. 65 შეწყალებული პატიმარი და უბსკრული შტატებსა და ავღანეთს შორის. ასე აფასებს ექსპერტების დიდი ნაწილი დღეს დილით ბაგრამის ციხიდან პატიმრების გათავისუფლების ფაქტს. შტატების მთავრობა პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაის თვეების განმავლობაში არწმუნებდა, რომ პატიმრების შეწყალებისგან თავი შეეკავებინა. თუმცა იმას, რასაც ვაშინგტონის საფრთხეს უწოდებს, ავღანეთის მთავრობა სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევს. პრეზიდენტ ყარზაის პრეს-სპიკერი განმარტავს, რომ არც ერთ პატიმარს, რომელმაც დღეს ბაგრამის ციხე დატოვა, განაჩენი გამოტანილი არ აქვს. განსაკუთრებით საშიში პატიმრები, რომელთაც ბრალი დამტკიცებული აქვთ პატიმრობაში რჩებიან, სხვა პატიმრების შეწყალება ავღანეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად განხორციელდა. ბაგრამის ციხეს დასავლეთში თალიბების ქარხანასაც უწოდებენ. თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეწყალებული პატიმრების უმრავლესობა მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი. თუმცა ავღანეთის სისხლის სამართლის კოდექსი უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს ავღანელი პატიმრების ბედის განსაზღვრას უკრძალავს. ეს ადამიანები პირველ რიგში დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ავღანეთის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქმის ყველა მათგანი ეჭვმიტანილია ტერორისტულ აქტებსა და ავღანელი მოქალაქეების დახოცვაში. ამერიკის შეერთებული შტატები შიშობს, რომ ამ პატიმრების გათავისუფლება სერიოზულ საფრთხეს შექმნის ავღანეთში. მათ ეშინიათ, რომ მათი ციხიდან გამოსვლა შეიძლება ახალი ბრძოლის დასაწყისად იქცეს. ბაგრამის ციხე ქაბულიდან დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის მთავრობას ბაგრამის საპყრობილეზე კონტროლი 2012 წლის სექტემბერში გადააბარა. მაშინ ეს ფაქტი პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ ავღანეთის სუვერენიტეტის გამარჯვებად შეაფასა. თუმცა ვაშინგტონმა ავღანეთის მთავრობას პირობა წაუყენა. საეჭვო პირები პატიმრობაში უნდა დარჩენილიყვნენ. რამდენიმე დღის წინ კი ავღანეთის პრეზიდენტმა ვაშინგტონთან უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. შეთანხმება ავღანეთის ტერიტორიაზე ამერიკის ჯარების ხანგრძლივი ვადით დარჩენას გულისხმობდა.